და როცა უკვე უკრაინაში ჩახვედი და კარიერას იწყებდი, მაშინ გაიცანი მარინამ, შენი მომავალი მეუღლე. არ იცოდა მართლა რომ მუსიკოსი იყავი იმ პერიოდში? არა, უკვე რომ მოგვეწონა ერთმანეთი, ეგ პრინციპში ეგრევე გავიგეთ, რომ ერთმანეთი მოგვეწონა. 10 წუთის მერე უკვე მივხვდი, რომ მეც და იმ პრინციპში ისიც მივხვდა. და აი მეორე მესამე დღეს ვაჩუქე დისკი. გამირეკა, მე უკვე თბილისში ვიყავი და კლავიშიო რა არისო? სიმღერა ქონდა თეთრი კლავიში, შავი კლავიში. იმის მერე ჩავწერე ტელეფონში და დღემდე მყავს კლავიში. და გიწერია ესე კლავიში. ძალიან გიждდება ხოლმე. ცოლი როგორ შეიძლება კლავიში გეწეროს? რა ვქნა, მიწერია კლავიში კიევის ნომერი და კლავიში თბილისი. ასაკი მოგატყუა გაცნობისას. რატო მოიქცა ესე? მე მეგონა რომ ძალიან დიდი ვიყავი, 24 წლის ვიყავი და მეგონა რომ დიდი ვიყავი და ამა მიხა ამ დისკს ხამით და 20-ო და ღამის პირველი საათი და. ხო. არასდროს კლუბებში არ დადიოდა, არც ღამის ცხოვრება, ანუ არც სვავდა თან. ხო. ცხოვრებაში ეხა დაიწყო ღვინის სმა, სხვა მე გავანებე, მაგრამ დაიწყო და. მაშინ ანუ არც სვავდა, არც მივხვდი რაღაცნაირად, რომ ეს ღამის სიტუაცია, სადაც ვიყავით, ჯერ დაბადების დღეზე ვიყავით, მე კლუბში ვიყავით, მის რაღაცნაირად ცოტა უცხო იყო რა. რო უთხარით ამ წელს ხარ 20-ო და რაღაცა ნერვულობა დავიწყე, რომ მეთქი 20 წლის ხარ თან რაღაცა და მე წამოსახში დაგტოვებ რაღაცა მეთქი რა მშობლები რაღაც არის ნერვიულობ თუ რა. არა, კაცო მოგახუნებდა, ეტყო იმდენად მოვეწონე მაშინ, მაგარი ვიყავი მაშინ და ამას. იმდენად მოვეწონე, რომ არა გახუმრება 30 სვარო და ამოიღო ისა მართვის მოწმობა. და მაშინ უკრაინაში ყიდვა შეიძლებოდა. და სიმავრმა 15 წლის რო გახდა ეს, მანქანა აჩუქა. გადაკეთებული იყო? გადააკეთა 90 წელს არის დაბადებული და ეგ ჩაუწერა ვითომ 80 წელს იყო დაბადებული. ეს მართვის მოწმობა მომოიღო და აუ მეთქი მე უკვე მეთქი დიდი ყოფილა. ენობრივი ბარიერი იყო? კი, მე რუსული არ ვიცოდი. ისეთ რაღაცების შეთვისების ხო, აი მენტალურადაც მაინც სხვადასხვანაირად ვიზდები. და სხვადასხვანაირი შეხედულები გვაქვს ბევრ ამაზე. ქონდათ ამის გამო დისკომფორტი, ან კრიზისული პერიოდი, რომ ორივეს მიგაჩნდათ რაღაც სწორად და რეალურად ვერ ჯერდებოდით. მაინც რაღაცა იყო გაუგებარი, ჩემთვის კიდე იქით იყო გაუგებარი. ძირითადად უკრაინაში რაღაცა ორი ადამიანის ცხოვრება, ძირითადად ორი ადამიანის ცხოვრება არის ხოლმე რა. მათ ცხოვრებაში იმდენად ბევრი ადამიანი ჩახედული არ არის და აქ კიდე ეს ალბათ მაგისი შოკი იყო, რომ ბევრი ცხოვრობდით ერთად მე და ჩემი მამა ჩემი და კრიზისი თუ ქონიათ ისეთი, რომ ცოტა დაშორებაზე გიფიქრიათ? არა, მე მაგდონეზე არ დაძაბულობ. არა, ბასთან მე ყველა ჩხუბზე მეუნები ხოლმე, რომ აი ეგ ჩემი საშინელება მჭირდება. რა შეუნდა? აი რაღაც სისულელეებს რომ გავამწარო ხოლმე. რომ დახშორდებიო? არა ხო. ჯოჩ არ გიდა, აი მაშინ მორჩა და წავედი მე და იშვიათად ჩხუბობთ ხოთა შორის. პირველი წელი გაგვიჭირდა, პირველი წელი ვჩხუბობდით ალბათ ყველაზე მეტს. ნუ ეგ შეგუების პერიოდია. შეგუება და მე საერთოდ არ მიყვარს საჩხუბი ვერ ვიტან. ეჭვიანი თუ ხართ რომელიმე? არა. არ მაშინ ესე დავსო შეგეთ, რომელი უფრო ეჭვიანია? ჩვენ თუ ცოლი ამბობს შენო, მაგრამ მე საერთოდ არასდროს არაფერზე არ მიეჭვიანია. ერთი-ორი შემთხვევის გარდა. ერთი-ორი შემთხვევა როგორ დავთავდობ? სუბუქად თუ გამოხატე? და თვითონ თუ გამოუხატავს, იგივე თაყვანისმცემლების მიმართ, თავიდან კი. ხო, ხვდებიან და გამოხატავენ სიყვარულს, უბრალოდ გინახავ. თავიდან. ის მომენტი არ იყო, ხო, რომ გაეკონტროლებინა ვინ წერს, რას წერს. არა, ეგ არასდროს არ მიღია მაგის ტელეფონი მე და არც იმას არ აუღია, არც პაროლი, ანუ ყველაფერი იცის ჩემი ყველაფრის პაროლი და ხო, სადაც დობა, იქ გონია რომ ზედმეტია მსგავსირება. არა. როცა საქართველოში წამოვიდა საცხოვრებლად, ხა მარტივი არ იქნებოდა, იმიტომ რომ უნდა მიეტოვებინა ოჯახიც, კარიერაც, ფოტოგრაფია და წარმატებული კარიერა ჰქონდა. მარტივი იყო ეს გადაწყვეტილება მისთვის, მარტივად დაითანხმე რომ აქ წამოსულიყო? თავიდანვე მე მქონდა იმის სურვილი, რომ ბავშვები გაზრდილი იყვნენ აქ. მინდა რომ სკოლა მაინც დაამთავრონ. ხო, ეს შენი სურვილია, მაგრამ მარინა შეიძლება წინააღმდეგი ყოფილიყო და ეფიქრა რომ ზუსტად იგივე. მარინა მიცოდა პრინციპში, ვინ ვიყავი და იცოდა ჩემი სურვილები და ამ სურვილების წინააღმდეგ ალბათ ვერ წავიდოდა. არა, ისე კარგად წავიდოდა, როგორც დაგიბარებია, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა. უფრო ჩემ გამო სიყვარულის გამო ქვია ამ ყველაფერს, სიყვარულის გამო წამოვიდა იქ სადაც შეგინდოდა. კი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყოველ 4-5 თვე მაინც უკრაინაში ვატარებდით ხოლმე. ბავშვები რომელ ენაზე უკეთესად საუბრობენ? ქართულად თუ უკრაინულად? ქართულად. ნიკუშა ქართული ესმის, მაგრამ ნიკუშას ჰქონდა ზანგვიან დაიწყო ლაპარაკი. 3 წლის იყო, რომ პირველი დედა თქვა და უნიჭიერესი ბავშვი. უნიჭიერესი, რომ ზოგი ექიმიას გვეუბნებოდა, ზოგი ეს გვეუბნებოდა. და ბოლო გვითხრეს რომ ეს ბილინგვა ბავშვებისთვისო რთულია ორ ენაზე რომ თუნდაც ბიჭები უფრო გვიანი წებენო და ამიტომ ერთი ენა აირჩიეთო და აირჩიეთ დედამისის ენა უკრაინული. ხო. აი ისეთი სიტუაცია თუ ქონია რომ მარტოს დაგიტოვებია ბავშვები.
და უნდა გეჭმია, უნდა გამოგეცვალა პამპერსი. ჯერ ელენე ჩემი დიშურზე ერთხელ მომიტოვებდნენ YouTube-ი ჩავთო და ისე ვნახე, იმიტომ რომ იქ პამპერსი გამოსვლა ძალიან გამიჩნდა. YouTube-ზე უყურებ როგორ უნდა გამოგეცვალა. მე უკვე ლიზი ერთხელ დილა იყო და არ გავაღვიძე ჩემი ცვალი, მეთქი მეავდგებით ხო და პამპერსი გამოუცვალე რაღაცა და თანმიმდევრობა ვერ გავიგე და ჯერ ბოდი ჩავაჩვდე, მე ზემოდან პამპერსი გავუკეთე რა. და ამ დროს გაიღვიძა ჩემმა ცოლმა ჩემ ბედზე ეგრევე და გაიღვიძა თორე ეგრევე ფოტო გადაიღო რომ აი ეს ხარო შენ